ახლა კი ამბავი, რომელმაც საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ვინ არის ინტერნეტ ტერორისტი თუ გადამეტებული კიბერხუმრობა, ვინ არის იუზერის პლიყვი? სულხან წულაძეს, რომელიც თბილისის ფორუმში დიდი ხანი აქტიურად პოსტავდა, რამდენიმე წლიანი პატიმრობა ემუქრება. საერთაშორისო დაცვით მოსარგებლე პირზე თავდასხმის მუქარა. ეს არის ბრალდება, რომელიც აქტიურ ფორუმს პროკურატურამ წაუყენა. საუბარია პოსტზე, რომელიც წულაძემ ინტერნეტში განათავსა. ეს პოსტი საქართველოში ამერიკის საელჩოზე თავდასხმას ეხება. საინტერესოა ის, რომ სხვადასხვა დროს წულაძის მიერ ქართულ პოლიტიკოსებზე გავრცელებული ინტერნეტ ხუმრობები ქართულ მედია სივრცეში ხშირად სერიოზულადაც მიუღიათ. დაკავებული სახლობლები არა მართლ მბზომიერ სასჯელზე საუბრობენ, მათ იმედის დროს ჟურნალისტი ცოტნე გეგეჭკორი შეხვდა. მინდა მოგახსენოთ, რომ ჩემს მიერ ატვირთული სურათი, რომელიც არის ამოღებული Google-დან, არ წარმოადგენს რთულად მოსაპოვებელ მასალას და ის შეუძლია მოიპოვოს ყველა მომხმარებელმა ელემენტარული კომპიუტერული ცოდნის საფუძველზე. აღნიშნული თემა ემსახურებოდა შარშს, ხუმრობას, მაგრამ გაუთვითცნობიერებლად მოყვა დიდი რეზონანსი, რაც არ იყო ჩემს ინტერესში. ხუმრობა გათვლილი იყო ფორუმ ჯის მომხმარებლებისთვის. ასე ეხმაურება სკანდალური პოსტის ავტორი მის გარშემო განვითარებულ მოვლენებს. მისი წერილი იმედის დრო ექსკლუზიურად მოიპოვა. აქტიური ფორუმელი დღეს უკვე საერთაშორისო დაცვით მოსარგებლე პირზე თავდასხმის მუქარაში ბრალდებული სულხან წულაძე წერს, რომ ის ფორუმზე გამოქვეყნებული სურათის გამო სასჯელის სახით პატიმრობას არ იმსახურებს. ამბობს, რომ ფორუმზე მხოლოდ სახუმარო შინაარსის მასალებს აქვეყნებს, ხშირად აშარჟებს პოლიტიკოსებს და საზოგადო მოღვაწეებს. ერთი ესეთ ადამიანს ის თავში არ მოვადა, ნუ მე რომც მოვიდეს თავში ასეთი რაღაცა წინასწარ ფორუმზე ამას არ დაწერს, არ დაანონსებს საჯარო სივრცეში არ დაწერს და შემდეგ იმ პოსტის ქვეშ მიდიოდა სიცილი და ხარხარი. ტიპაჟი ადამიანის ბუნება არის ის, რომ სულ გეხუმრება ნასვამსაც, ფხიზელზეც, რაღაცა ესეთი პიროვნება არის ესეთი რა, რაღაცა და რო დარეკა და რო თქვა რომ ამიყვანისო და არ ინერვიულოთ, ყველაფერი კარგად იქნება, ჩავთვალე ესეც ხუმრობად. აქ წარმოგიდგენთ ძირითად მონახას, ბიჭები მიზანში სროლაში უკვე ვარჯიშობენ. ადგილს არ დავასახელებ ყოველი შემთხვევისთვის. კარებში ორ სმენაში ჩვენი კაცია. ეს კი ფორუმზე გამოქვეყნებული ის ფოტოა, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ საქართველოში, შემდეგ კი საქართველოს მთავარმა საგამოძიებო უწყებამ ელჩის მიმართ მუქარის შემცველად მიიჩნია. სურათი, რომელიც წულაძე მებგვერდზე გამოაქვეყნა Google-ის მსოფლიო რუკიდან არის ამოჭრილი. კომპიუტერულ მარტივ პროგრამა Paint-ის საშუალებით კი მასში, როგორც საგამოძიებო უწყებას მიაჩნია, ელჩზე სავარაუდო თავდასხმის გეგმა აღწერილი. აქ შემოწმეს ყველაფერი, კომპიუტერი გახსნეს, თავისთავად მოძებნეს ფლეშკები, მოძებნეს დისკები, კასეტები, თუ სადმე რამე ისეთი შეიძლება და აბსოლუტ ჩვენი ტელეფონებიც კი, ყველაფერი წაიღეს. 12 აპრილს ფორუმ ჯიზე პოსტის გამოჩენიდან რამდენიმე საათში სამართალდამცველებმა სულხან წულაძე ნახალოვკაში საკუთარ სახლში დააკავეს და საგამოძიებო უწყებაში დაკითხვაზე გადაიყვანეს. არანაირი პირიქით ამას სიცილით შეხვდა ამ ყველაფერს, ის ისე წავიდა სახლიდან, რომ მას უბრალოდ სახლის ფორმაში სპორტულები ეცვა, უბრალოდ კურტკა მოიცვა, არც გამოუცვლია, იმიტომ რომ მას ის არ ელოდა, რომ იქ წავიდოდა სადმე ის დარჩებოდა. ფორუმზე გამოქვეყნებული სურათის გამო წულაძის დაკავებას გაუმართლებლად მიიჩნევენ მისი მეგობრები და აქტიური ფორუმელები. მათ სპლიყვის უდანაშაულობის დასამტკიცებლად პოსტის ქვეშ წულაძის მიერ განთავსებული მასალები და კომენტარები მოგვაწოდეს. მასალებში, რომელიც ფორუმიდან უკვე წაშლილია, წულაძემ ამ ხუმრობის გამო მისი დაკითხვაზე წაყვანა და უცხოური მედიის ყურადღების ცენტრში მოხვედრაც კი დაანონსა. წამიყვანენ დაკითხვაზე და მერე უმტკიცემ თვალმა Paint-ში გავაკეთეო. როცა გავიგე პირველად ამ ამბის შესახებ, მივხვდი რომ ეს იყო ჩვეულებრივი რაღაც სულხანის მიერ აგდებული მორიგი თემა. მომხდარით შოკირებულია გივი მომცემლიძე, რომელმაც სულხანი ფორუმზე 5 წლის წინ გაიცნო. ის ამბობს, რომ სპლიყვის ხუმრობები ფორუმზე ძალიან პოპულარულია. მისი ტროლინგის მსხვერპლი სხვადასხვა მედია საშუალებები არაერთხელ გამხდარან, რადგან ჟურნალისტებს ფორუმზე სპლიყვის მიერ განთავსებული მასალები გადამოწმების გარეშე გამოუქვეყნებიათ. მისი პოსტების 90% არის ეგრეთ წოდებული ტროლინგი. არ ვიცი მაყურებელმა რამდენად ის ტროლინგი რა არის, მაგრამ ფორუმელები, ინტერნეტში მოღვაწე ხალხი მიხვდებიან რა. ეს იყო თემა, რომელიც უბრალოდ იყო აბსურდი. თუნდაც წამახსენ სააკაშვილის დამტვრევის ამბავი, რომელიც მე მეცხრე არხმა დიდი ამბით გაუშვა ნიუსად.
2012 წელი იყო, თუ გახსენდება თურქეთში სააკაშვილის დამტვრობის ამბავი. უმით უქორი. ავარიულად რომ არ დამემუხრუჭებინა სააკაშვილს ალბათ ვიმსხვერპლებდი. მაია ფანჯიკიძემ დიდი თანხა წააგო კაზინოში და ფული რუსული ცენტრის ხელმძღვანელისგან იური ტიომკინისგან ისესხა. ახალ თაობაში გამოქვეყნდა სტატია სათაურით, რა სკანდალში გაეხვია მაია ფანჯიკიძე, რომელიც მომზადებული იყო ინტერნეტ პორტალ ფორუმ.gz-ზე განთავსებული მასალების მიხედვით. გაზეთი ახალი თაობა ბოდიშს უხდის მაია ფანჯიკიძეს და ბერლინერ ცაიტუნგს ამ გაუგებრობის გამო. საფრანგეთის ყოფილი ელჩი საქართველოში ერიკ ფურნიე ბიძინა ივანიშვილის მრჩეველი გახდა. ეს კი წულაძის კიდევ ერთი ხულიგნობა, სატელეფონო ზარი ერთ-ერთ გადაცემაში, აბსურდული ბრალდება და სტუმრის პასუხი. ბატონო ნოდარ. დიახ. თქვენზე და ვაჟა-მთავრიშვილზე არის ერთ-ერთი შეკითხვა, თქვენ და ვაჟა-მთავრიშვილმა გადაუჭერით მერაბ კოსტავას მუხრუჭები, რის შემდეგაც მოყვა ავტოსაგზაო შემთხვევა მოყვა ყველაფერს. აი ერთი წუთი. რას გეტყვით ამ ყველაფერზე? რას გეტყვით ახლა მაგალითად? თქვენ და ვაჟა-მთავრიშვილი ხართ თავარი თქვენ მიმზადებით შეგიძლიათ ვიხსნათ. ან სპლიყვი. ხო, ნამდვილად. მე პირველი ვიყავი, რომელიც შევესწარი აი ამ იმას, მერაბის დაღუპვას. მე და ბადრი მელაძე ვიყავით ჩემ მანქანაში და ზეც ვასხამდით, პროფილაქტიკა იყო. წულაძე ფორუმზე 2001 წელს დარეგისტრირდა, განსაკუთრებული აქტიურობით კი ბოლო 5 წელია გამოირჩევა. წულაძის მეუღლე და მისი მშობლები მიიჩნევენ, რომ სულხანის ბოლოხუმრობა არაეთიკური და გადამეტებული იყო. ისინი პროკურატურას სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტას თხოვენ. რა, ეხა სისულელე, შეიძლება სისულელეზე ადამიანი დაიჭირო? სულხან წულაძე არ არის ის პიროვნება, რომელსაც რამ ცუდის გაკეთება შეუძლია. კაცი რომელსაც ჭიანჭველაზე არ დაუგავს, ხე? ის მაგონდება ის ფილმი როა, ბოდიში თქვენ გელიც იყოთ. ალო, თქვენ როგორ კლავენ? აგურის თავში ჩაწვის, ბატონო. აგურის. ხო. ახალი არაფერი გაიგიათ? რას გაიგებს, სანამ არ გაგაქრობენ? სულხან წულაძეს არსებითი დანაშაული არ ჩაუდენია და ბრალდების მხარე ძალიან მალე დარწმუნდება იმაში, რომ სულხან წულაძე არის უდანაშაულო და ვიტოვებთ იმედს, რომ სადღაც ორ კვირაში საქმე შეწყდება. ადვოკატებს მიაჩნიათ, რომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობის შეფარდება აუცილებელი არ იყო. მათ გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს. პროკურატურაში საქმესთან დაკავშირებით ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ. საგამოძიებო უწყებას კი დროური რეაგირებისთვის მადლობა გადაუხადა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ საქართველოში. აქტიური ფორუმელის სულხან წულაძის სასამართლო პროცესი 2 ივნისს არის შენიშნული.